მე დღეს არ არის ჩვეულებრივი დაგეგმილი რიგითი გამოსვლა, ამიტომ მე მთავარ მომენტებს შევეხები. პირველი რაც მე მინდა ქართულთა დიდი გაერთიანების პოზიცია კიდევ ერთხელ განვარტო, რომელიც შეიძლება როგორც მე კომენტარებიდან ვხედავ, თლად კარგად გაგებული არ არის, განსაკუთრებით ამ ეგრეთ წოდებულ დისკუსიებთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ამ დისკუსიების შესახებ იყო გარკვეული რაზრი, რომ არ ჩავიკეტოთ და დაველაპარაკოთ ყველას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზით მივდივართ, ვესაუბრებით ყველას, მაგრამ ამ ფორმის დისკუსიებს არ გავაკეთებთ, სანამ ზუსტად არ გვეცოდინება რა ხალხია, ვინ არიან, რა პოზიციები აქვთ. ჩვენ ვნახეთ სამი შეხვედრა, სულ აქედან ორი იყო ინიცირებული თვითონ პიროვნებების მიერ, ბატონი თემურ შეშიაშვილი, ბატონი გურამ აფსანძე. ერთი იყო წინა პარასკევს, რომელიც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო მაყურებლისთვის, არამედ ჩვენთვის. ჩვენ ცოტა მიამიტად მოვიქეცით, როდესაც ყველა მსურველი, მათ შორის პარტია იყო იქ ერთ-ერთი, რომ მათი თხოვნის მიხედვით დავაჯინეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს რაღაც თანამდებობის მქონიეს ამ პარტიაში, პროვოკაციული მიზნები ჰქონდა და ეს კაცი მეორე დღეს აღმოჩნდა პარლამენტის წინ, კარავში შევიდა, თურმე არც სასულიერო პირი არ ყოფილა და მიშა სააკაშვილის განთავისუფლება მოითხოვა. ეს რა თქმა უნდა მისი ნება, რაც უნდა ის გააკეთოს, უბრალოდ ჩვენთან მოსული იყო წმინდა წყლის პროვოკაციის და მე მგონი მხოლოდ საკუთარი პარტია დააზიანა, იმიტომ რომ კაცი, რომელიც არასდროს არავის არ უნახავს, დაეწაფა პირველ საშუალებას, რომ ხალხში გამოჩენილიყო და მე ვფიქრობ, რომ დაამთავრა კიდეც თავისი პარტიული მოღვაწეობა, იმიტომ რომ არ მგონია ოდესმე ის ვინმე სერიოზულად აღიქვას. რაც შეეხება საკუთრივ დებატებს, ჩვენ დავიწყეთ ქართველთა დიდი მოძრაობა და ერთადერთი გათვლა გქონდა გადარჩენილ საღადამიანებზე, რომლებიც საბედნიეროდ ბევრია საქართველოში. ახლა ყველაფერს გავიმეორებ. დიახ, ჩვენ გვინდა ამ ხალხის მოკრება და ეს პროცესი ძალიან წარმატებით მიდის, ძალიან ვაჟკაცი ღირსეული ხალხი მოდის ჩვენთან რას გვია, ჩვენთან მოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ ორივე ამ ქვეყნის გვერდით დავდგებით და გავაკეთებთ იმას, რაც იმ საშინელი მდგომარეობიდან გამოგვიყვანს, რაშიც ხელისუფლებებმა შეგვიყვანეს. ეს არის ქართული მიწების გაყიდვა, ეს არის მიგრაცია და იმიგრაცია არანორმალური მასშტაბებით, ეს არის გამანადგურებელი ეკონომიკური პოლიტიკა, გამანადგურებელი საშინაო პოლიტიკა. ამიტომ ამ რთულ გზაზე, რომელიც მხოლოდ ამაზე იყო აქცენტი, ცხადია ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით ისიც, რომ 300-მდე პარტია არსებობს, მაგრამ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურს საუბარი, გითხარით, მოდით ჩვენთან ოფისში, რუსთაველის 18-ში, კიდე ჩვენ მოვალთ სადაც მეტყვით. საერთაშორის მე კვირას შევხვდი ორი პარტიის წარმომადგენლებს, ეს იყო ხელმძღვანელები ამ პარტიებისა. მათ ზუსტად ის განაცხადეს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიყოთ კოორდინირებული ერთმანეთთან იმ საქმეში, რომელიც ქართველთა გაერთიანებამ გამოაცხადა, დავდგეთ ამ ქვეყნის გვერდით, შევაჩეროთ ეს უმსგავსება, რაც ხდება. თავად პარტიები თვითონ იტყვიან, როცა ჩათვლიან საჯაროდ ამის თქმის, მაგრამ პროცესი მიდის განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც კი ჩვენ ჩავდივართ და ჩავდივართ მხოლოდ იმ რეგიონში, სადაც არის ინიციატივა ადგილობრივი, ჩვენ არავის არაფერს არ ვახვევთ თავს. მე ვხედავ, რანაირი ღირსეული ქართველებია ამ მძიმე 33 წლის მიუხედავად, შეურაცხყოფის დამცირების მიუხედავად. ამიტომ დისკუსია იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენს მოქალაქეებს მის დიდ ნაწილს წარმოუდგენია, კონტრპროდუქტიულია, რომ აი გაერთიანდით არ ხდება ასე. მსოფლიოში არასდროს მომხდარა, არასდროს მოხდება. შეთანხმება სხვა საქმეა, კონკრეტულ საკითხზე.
მე ვერ დავიწყებ 300 პარტიის თუ 333 პარტია ავკარგიანობის გარჩევას და რომელიც კარგი პროგრამა აქვს და ვინ უფრო ლამაზია და ვინ არ მაინტერესებს უახლოესი 100 წელი. ეს თავისანთი საქმეა და მიხედონ თავის თავს, რაშიც მე ეჭვება რომ რაიმე გამოვა. ამიტომ თუ ეს ხალხი საქართველოს მარტო რა ქართველთა გაერთიანების ხომ არ არის გაწო ყველა ნორმალური ადამიანი ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია ჩვენთვის ყველა მისაღებია და ყველანი ერთად ვიქნებით ხომ ამიტომ ნებისმიერ პარტიის წევრი არ არის წევრი მოვიდეს ან ჩვენ მივალთ და შევთავაზეთ ერთ რამეში ჩვენ ვიყოთ კოორდინირებული კოორდინაცია იმიტომ გჭირდება რომ მოვზომოთ, როდის იქნება ის აუცილებელი ძალა შეკრებილი, რომელსაც შეიძლება ამ პროცესების ბლოკირება და ეს მალე მოხდება. არანაირი სხვა მიზანი გაერთიანებას არ შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ხდება ეს, მაგრამ ქვეყნის გვერდით დგომა სხვა რამეა, პრობლემის ირგვლივ დგომა სხვა რამეა და ჩვენ ამის კულტივირებას ვაკეთებთ. მე ბოდიშკი ხდით ყველა იმ გაუგებრობისთვის, რაც ამ სამი დისკუსიის დროს მოხდა, არ იყო მსგავსი არაფერი ჩაფიქრებული, პირიქით ძალიან კონსტრუქციული იყო განწყობა, მაგრამ ასეთია ჩვენი რეალობა და მე დღეს დავწერე, გავიმეორებ, არ არსებობს აბსოლუტურად ნეგატიური შედეგი. თქვენ დაინახეთ, რომ აქ არავის იმედი არ შეიძლება იყოს, ჩვენ არა ვართ პარტია, ჩვენ არა ვართ მოძრაობა, ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, ვისაც ამ ქვეყნის გვერდით დგომა უნდა, ამიტომ ჩვენ ამ ხაზს გავაგრძელებთ, შეცდომებისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ ეს როგორი შეცდომა იყო, იცით, ეს იყო შეცდომა, რომელიც უშვა, იმიტომ რომ მე ნაკლებად მჯეროდა ასეთების, მაგრამ გარკვეული წრე ადამიანებისა ითხოვდა იმას, რომ აი დაელაპარაკეთ საკონსულტაციო საბჭო გაკეთებულია, გინდ თქვენ გითხარით სადა ხართ მოვალთ, გინდ ჩვენთან მოგბრძანდით, პრობლემა არ არის, გაკეთებულია ის, რაც აუცილებელია, რომ წაღმა ადამიანება ერთმანეთს დაელაპარაკოს, დანარჩენი პროვოკაციებია და ამით დასრულდა ამ პროვოკატორების ადგილი ქართულთა გაერთიანების სტუდიაში და ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ჯერ სანახევროდ თუ არის გავლილი, ჯერ ბოლომდე არა ვართ გასული, საფრთხეები არც ერთი არიდებული არ არის, ამიტომ ასეთი უზუსტობები უნდა გვაპატიოთ და მე მოგიხადეთ ბოდიშით, ნამდვილად გულდაწყვეტით ვამბობ, რომ მე მაინც უნდა გავჯილდოებულიყავი ალბათ ამ ასეთი ტიპის დისკუსიებზე, იმიტომ რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნის წარსული მკარნახობს იმას, იმიტომ რომ თითქმის მოხარშული ვიცი ეს ხალხი, ვინც პოლიტიკაშია და კარგად ვიცი, რა შეიძლება მათთან, არაფერი კონსტრუქციული მათთან არ არის, გარდა იმ კარგი ადამიანებისა, რომლებიც ისედაც მოდიან ჩვენთან, მათ შორის პარტიის ლიდერები. ასე რომ ბოდიში მოგიხადეთ, ნამდვილად გასათვალისწინებელია, აღარ გავიმეორებ, თუმცა ჩვენ ყველგასთან დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ნახეთ, გამორიცხულია, სანამ ჩვენ არ ვნახავთ, ვინ მოდის, რა უნდა, სანამ არ შევთანხმდებით წინასწარ, რაზე იქნება საუბარი, სტუდიაში ჩვენ არავის არ მივცემთ, უბრალო მიზეზის გამო. ადამიანები, რომლებიც არასდროს გამოჩნდნენ სტუდიაში, პირველად 10,000-ობით ადამიანის წინ გამოვიდნენ და თავისუფლება მისცენ, საკუთარი თავი წაეშალათ თავიდან ბოლომდე. მაგრამ ხდება ასეთი, ეს პოლიტიკა რთული რამეა, ამიტომ ბოდიშკი ხდით კიდევ და ჩვენ გავაგრძელებთ. ერთი რამ, რაც მინდა გთხოვოთ, არ შეგეპაროთ ეჭვი ქართველთა დიდი გაერთიანების მიზანდასახულობაში, იმაში ყველა ადამიანი ჩვენ ერთმანეთი უკვე ძალიან კარგად აგვაქვს შესწავლილი, ერთმანეთს ძალიან კარგად ვენდობით. რაღაც ადამიანური შეიძლება უზუსტობები იყოს ამა თუ იმ საქციელში, მაგრამ ეს არ არის რაიმე პიროვნული ან და რაიმე
უბრალოდ ყველა ადამიანმა გაიარა ძალიან რთული გზა და ბუნებრივია მათ ზოგჯერ უჭირთ ემოციის დაუკება. ამიტომ ჩემი ერთადერთი თხოვნა არის თქვენ შეაფასეთ ჩვენი საქმეები და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ამ საქმეს ვერ მოვერევით თუ საკმარისი საღი ქართველი არ იქნა ამ საქმის გვერდით. აი ეს არის ის, რაც მე მინდოდა მეთქვა ყველა წევრს ქართველთა დიდი გაერთიანებისა მადლობას ვუხდი, ძალიან მადლობას ვუხდი ახალგაზრდა ფრთის ხელმძღვანელს დაჩი თარაშვილს, რომელიც ძალიან ენერგიული პიროვნება არის, ძალიან კომუნიკაბელური ახალგაზრდა და ამიტომ ახალგაზრდებს შეუძლიათ მასთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გქონდეთ. ყველას ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ საქმე ერთია, ჩვენ ნამდვილად შეკრული ვართ ერთი საქმის მიმართულებით და გადახვევას არ ვაპირებთ. ერთადერთი გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს სისუსტეები გააჩნიათ და ისეთი სისუსტე, რომელიც არ ვნებს საქმეს, არ მიიღოთ ამოსავალ წერტილად. ერთი მთავარი რამე, რომელიც მე მინდა შევეხო, იმიტომ რომ ამ დისკუსიასთან კომენტარებში მე კვლავ შემხვდა ის მოსაზრებები, რომ აი ვიღაცები ვთქვათ წარსულს მისტირიან, განსახურდიას ხელისუფლების დაბრუნება უნდა და ასე შემდეგ. ეხლა მე რაც ავხსენი და რაც ფუნდამენტალურია, იმას გავიმეორებ. საუბარი არის არა ძველი ხელისუფლების აღდგენაზე, არამედ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენაზე, იმიტომ რომ 92 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, სისხლით იქნა დამხობილი ქართული ლეგიტიმური ხელისუფლება, ვინმეს მოწონდა, არ მოწონდა, თემა სასაუბრო არ არის. და რა კი არალეგიტიმურმა პარლამენტმა ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება 2003-ში და 2005-ში, რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალება, მან ფაქტიურად თავისი თავი აღიარა როგორც არალეგიტიმურმა და ეხლა წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, თუ ჩვენ ამ კვანძს არ გავხსნით, ჩვენ მუდმივად ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში. არ არსებობს ქართული საზოგადოების ნაწილის გადაყვანა სხვა რელსებზე, თუ აღიარებული არ იქნა ის, რაც იურიდიულად აღიარებულია, სისხლიანი გადატრიალება. სისხლიანი გადატრიალებიდან რომ გამოხვიდე, შენ უნდა სიმბოლურად, სამართლებრივად და პოლიტიკურად აღიარო აღდგენა ამ ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ეს და არა რომელიმე თუ გნებავთ იმ კანონიერი ხელისუფლების ნაწილმა. არა. სწორედ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს, რომ შენ იმ ხელისუფლების ნაწილთან ერთად იწყებ შემუშავებას საარჩევნო კანონისა, საარჩევნო ადმინისტრაციისა, მანამდე ჩვენ ვთქვით, რომ ქართველთა გაერთიანება ძალას რომ აკრიბავს, ყველას ცნობილ ისტორიულ ადგილზე დავაჯერთ და თამაშის წესებზე შევთავაზდებით, ურთიერთობის წესებზე, არჩევნებისადმი დამოკიდებულების წესებზე შევთავაზდებით. თქვენ ქართულ საზოგადოებაში დღეს რაც ხდება, ადამიანები როგორ ექცევიან ერთმანეთს, ეს არ შეურაცხყოფს თქვენ ღირსებას, არ შეიძლება ნორმალური ადამიანის ღირსებას არ შეურაცხყოფდეს. ეს რაღაც არანორმალური სიზღი ერთმანეთისა, უხეშობა, უზრდელობა, ქართული კულტურის, ქართული ოჯახში აღზრდის კვალი წაშლილია საკმაო ნაწილში და აქედან როგორ უნდა გამოვიდეთ, ერთადერთი გზით ვაღიაროთ, შემდეგ შევთანხმდეთ თამაშის წესებზე, რომ ხელუხლებელია ქართული სახელმწიფო, ქართული კულტურა უნდა ვითარდებოდეს, ქართული ენა, იმალი ქართული ხალხია უმნიშვნელოვანესი და მთავარი რესურსი ქვეყანაში და ამ შეთანხმებულ რეჟიმში მივცეთ ჩვენ ხალხს იმის საშუალება გადაწყვიტოს, ვის მიცემს არჩევნებში უპირატესობას. ერთი ჯგუფი იქნება, რამდენიმე ჯგუფი იქნება, კოალიცია გაკეთდება. ეს უკვე მთავარი ის არის, რომ
საქმიანობა და ცხოვრების წესი შეიცვლება და გადავა. თავარი რაც ჩვენ თქვით, როდესაც ამ გზით ახალი მთავრობა იქნება არჩეული, მას პირდაპირ ექნება დავალება, რომ ჩამოიღოს პროკურატურის მტვერდადებული საქმეები იმ ადამიანებისა, რომლებიც დღესაც ძალიან მაღალ დონეზე არიან, მაგრამ ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი სასამართლო წესით. ძალიან სამართლიანად გასამართლებული იქნას ყველა რაც ექვემდებარება, რაც ვერ დაექვემდებარება სასამართლო განხილვას, უნდა იქნეს ამინისტრირებული და ჩვენ ცარიელი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ამას ითხოვს საქართველოს მომავალი, ამას ითხოვს ქართველი ხალხის მომავალი. ამიტომ გთხოვთ, სწორად გაიგეთ, ძველი მოbrუნება შეუძლებელია, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია. ჩვენს ოფისში შემთხვევით არ არის 21 წლის ქართული სახელმწიფოს დროშა, იმიტომ ის არის მინიშნება მხოლოდ ერთ რამეზე. ის ხელისუფლება, მართალია ძალიან ცუდი ხელისუფლება, უზარმაზი შეცდომების დამშვები ხელისუფლება, მაგრამ დამხობილი იქნა. ახლა არ ვიხილავ რატომ და თუმცა ეს ქართველებში დიდ ნაწილში საერთოდ უცნობია, რატომ დაამხეს 21 წლის ქართული სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ ის კვანძიც გასახსნელი გვაქვს და ის კვანძიც, რომელიც ოფიციალური კანონიერი პრეზიდენტისა და ხელისუფლების დამხობას უკავშირდება 92 წელს. ფუნდამენტალური რამ არის აქ ჩადებული. თუ შენ არ ხსნი წარსულის კვანძებს, შენ ვერასდროს ვერ გამოხვალ იმ წარსულიდან და ჩვენი მცდელობა კანონიერების აღდგენისა ისახავს არა ძველის დაბრუნებას, არამედ ძველი წარსული ისტორიიდან განთავისუფლებას და ეს ორი სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა რამე. ამიტომ სწორად გაიგეთ. ნაკლებად მაინტერესებს მე ვის მოსწონდა მენშევიკური მთავრობა, ან ვის უყვარდა, ნაკლებად მაინტერესებს ისიც პიროვნულად ზიად გამსახურდია ვის უყვარდა, ან ვის არ უყვარდა. აქ საუბარია სახელმწიფო სიბტყეზე, სახელმწიფოს რანგში გადაყვანილ პრობლემაზე და ამ კვანძებს თუ არ გავხსნით ჩვენ ვიქნებით ასე და ასე ვერ იქნები, იმიტომ რომ ასე სახელმწიფოს შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელია. ესე იგი, მე იმედი მაქვს კიდევ თუ საჭირო იქნება განვარტავ, მაგრამ სწორად გაიგეთ. ერთია პიროვნული დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურისადმი, თუ გნებავთ პრეზიდენტისადმი და მეორეა სამართლებრივ სიმბოლური და პოლიტიკური აქტი. აი ამ სამართლებრივი სიმბოლური პოლიტიკური აქტი და ჩვენ თუ არ გამოვალთ 92-სა და 21 წლის კრიზისიდან, ჩვენ ვიქნებით ამ საშინელ მდგომარეობაში, სადაც ადამიანი ადამიანს პატივს არცემს, ერთმანეთს როგორ მიმართავენ, უბრალოდ საშინელება. ამ ხელისუფლებას ყველანაირად აწყობს, რომ ადამიანები ერთმანეთში ასე არანორმალურად იყვნენ დამოკიდებული. ამიტომ გაუთახსირეს ის სწავლა განათლება, როდესაც ცრუ იდეოლოგიურ რაღაც შტამპებში აღზარდეს ახალგაზრდობა, რომლებსაც ელემენტარული ზრდილობა არ გააჩნიათ, საუბარიც კი არ შეუძლიათ, სამაგიეროდ აგრესიული იდიოტიზმი და წითელი ეშმაკუნების ფსიქოლოგია აქვთ შენარჩუნებული. ახალგაზრდებს, ამ ტიპის ახალგაზრდებს, თორე საქართველოს შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. მე ურჩევ, ქართულად გადათარგმნილია დოსტოევსკის ქაჯები წაიკითხონ და თავის თავს იქ ამოიცნობს ყველა. თქვენ ზუსტად ისეთები ხართ, როგორც დოსტოევსკიმ ჯერ კიდევ 150 წლის წინ აღწერა და ნუ გონიათ, რომ ის შტამპები, რომ თქვენ ვითომ ევროპული ორიენტაციის ხართ, არის ყალბი. ერთი ქუთაისელია, გვარი არ მინდა ახლა დავასახელო, ახალგაზრდა კაცია, თურმე მაკვირდება მე და მე თურმე რუსეთისგან ვიმართები. თვითონ რა თქმა უნდა ევროპული შინ მიმავალი ახალგაზრდა კაცია.
ამ დროს მე ვეცადე ვიღაცისგან ქუთაისში გამიგვე რაღაცები, ამ დროს სრული ცოდა ბიჭია, ახალგაზრდა ბიჭია. აი ნუ თუ შეიძლება ქართულ ოჯახში აღიზარდო ადამიანი და შენ იმდენი ტაქტი არ გქონდეს უფროს ადამიანს როგორ დაელაპარაკო. უფროს ადამიანს, რომელსაც თავისი ცხოვრება არანორმალურ შრომაშია გატარებული და ეს მარტო წიგნებით და სამეცნიერო სტატიებით არ აისახება. 94 წლის მერე საჯარო პირი ვარ. კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც მე მინდა ხაზი გაუსვა, ეს უკვე ქართველთა დიდი გაერთიანების დისკრეტიზაციისკენ არის მიმართული, მაგრამ უიმედო საქმეა, პირობას გაძლევთ, შანსი არა გაქვთ ამ საცოდავი ხელისუფლების მხარდაჭერებს რაიმე ავნოთ ქართულ საქმეს, ჩვენ არ ვიქნებით, სხვა იქნება. თავარია ნაპერწკალი ანთებულია და ცეცხლმა გაღვივება დაიწყო. არის გვერდები, იცით თქვენ ამ ეგრეთ წოდებული ოცნების მხარდაჭერისა, რომლებსაც მე აბსოლუტურად მოურიდებლად სეთურის ბრბოს უწოდებ, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის გადაგვარებული ნაწილი, რაღაც გვერდები აქვს და იქ განიხილავენ ჩემ პიროვნებას, რომ როგორი გაუნათლებელი ვარ მე, როგორ ესე იგი, როგორ რაღაცნაირად გაბუროტებულია, ხო? და ასე შემდეგ. მე ყველას დაგპირდით, როცა ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, დღევანდელი ნაცქოცი იქნებით ყველაზე სასაცილო და დასაცინი ხალხი ქართულ სახელმწიფოში, რადგან თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან დროს საქართველოსთვის დადექით იქ, რომელმაც დაამძიმა ქვეყანაში მდგომარეობა. ამიტომ კარგია თქვენ რომ განათლების ნასახი გქონდეთ, თქვენ გეცოდინებათ რა არის პაბლისიტი, თქვენ გეცოდინებათ რომ ჩემ დონეზე მოსულ ადამიანისთვის თქვენი ლანძღვა არის ძალიან სერიოზული რეკლამის გაკეთება და ამას თუ არ იცით, იქნებ ვინმე მოძებნოთ ჟურნალისტურ წრეებში, თუ გნება ბატონ გიგლა გობეჩიას დაუკავშირეთ და ის აგიხსნით რა არის პაბლისიტი, და მოძებნეთ მე რამდენადაც ვიცი, ერთ-ორ უნივერსიტეტში ძალიან კარგი ჟურნალისტიკის ხელმძღვანელები არიან. ასე რომ უიმედო საქმეა. დავით ჭაბუკაშვილს რამდენიც არ უნდა დაესხათ თავს, წესიერი კაცია და 8 წელი გადახვეწილი იყო სწორედ იმ სისხლიანი გადატრიალების შემდეგ, არ დაკლებია დევნა და ასე შემდეგ. კაცი, რომელსაც შეეძლო სხვანაირად ყოფილიყო, დღესაც ნაქირავებში ცხოვრობს. ხასუსო გამსახურდიას გვერდით მდგომი, გამსახურდიას გვერდით ნამდვილად ღირსეული ხალხი იყო, საკმაოდ. მაგრამ პირველ ადგილებზე არ იყვნენ, მაგრამ იყვნენ ხალხი, რომლებიც დღეს ძალიან სერიოზულად შეძლებული ხალხია. მე ხანა სააკაშვილს ემსახურენ, ბიჭო, გამსახურდიას მომხრე თუ ხარ სააკაშვილს როგორ ემსახურები, მე ბიძინას ემსახურენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება გიგლა გობეჩიას, განათლებული პროფესორი ადამიანი, ძალზე მორიდებულად ცხოვრობს, ეს არის მისი მატერიალური შეძლება. ამიტომ პატივი ეცით წესიერებას, ძალიან გთხოვთ. მე რაც შემეხება პარლამენტიდან გამოსული ფრაქციის ლიდერი და ერთ-ერთი უმთავრესი კომიტეტის თავმჯდომარე, როცა ეს შეწყდა 2024 წლის აპრილი იყო, მის შემდეგ ცხოვრობდი დაქირავებულ ბინაში. შეადარეთ ახლა თქვენ დღევანდელი პარლამენტარები და თუ გინდა წინა ხელისუფლების პარლამენტარები და ჩემმა ამერიკელმა სიძემ და ქალიშვილმა თითქოს დააჩქარეს თავისთვის ბინის ყიდვა, გასაგებია რატომაც გააკეთეს, რომ ჩვენ კიდევ არ ყოფილიყავით სახლში, თუმცა მათ ამ წუთში ეს ბინა დიდად არაფერს სჭირდებოდათ, რადგან ღმერთის წყალობით როცა ჩამოდიან, შეეძლოთ როგორც აკეთებდნენ სასტუმროებში გაეთიათ
მაგრამ ამიტომ კიდე გეუბნებით ჩვენ უკან დასახევი არ აქვს ჩვენ ავირჩიეთ გზა ამ ქვეყნის სამსახურისა ჩვენ აღვადგინეთ შეფიცულთა ინსტიტუტი ჩვენ აღვადგინეთ აქედან გამომდინარე ქართველი კაცის ქმედება და ამას ვერ გააჩერებს მოკლავენ მით უარესი მათთვის ჩვენ არ ვიქნებით სხვა იქნება ეს ცეცხლი არ ჩაქრება თქვენ ვერ წარმოიდგინეთ რა დონის ღირსეული ხალხია მათ შორის ისეთ ორგანიზაციებში რომელზეც მე ახლა არ ვილაპარაკებ რა თქმა უნდა ეს არის საშუალო თაობის ბრწყინვალე წარმომადგენლები რომლებიც ყველაფერს აკვირდებიან ყველაფრის საქმის კურსში არიან და ემზადებიან თუ საჭირო იქნება თავისი ქვეყანა დაიცვან კბილებით ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი ჩვენ ძალიან კონსტრუქციული ხალხი ვართ დიახ თქვენ ხართ არალეგიტიმური ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილი ორჯერ არალეგიტიმურია იმიტომ რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ისე რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში არ არის შემოსული ისე მართავს ეს უკვე სრული განადგურებაა ქართული სახელმწიფოს ამიტომ ახლა მე რა კი ვიცნობ მას და თვითონაც მიცნობს და რაღაც მოკლე საუბრები გქონია ერთმანეთში მე არ მჩვევია უზრდელობა ან რაიმე უხეშება მე უბრალოდ მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ დაამუხრუჭეთ არა ხართ უჭკულ კაცი დაჭიქით ერთ მშვენიერ საღამოს ყოველგვარი ამ ნიქლელების და არარაობების რომლითაც გამოტენილია თქვენი გარემოცვა არ გეწყინოთ დაჭიქით მარტო ანდა უფრო მეც გეტყვით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს რო ძინავთ ჩუმად შეაღეთ კარები და დახედეთ იმას და ნახეთ იფიქრეთ მარტო დაატორმუზეთ რუსულად გეტყვით ხო ეს მიღებული ფორმაა ხო დაამუხრუჭეთ იმიტომ რომ თქვენი საქმიანობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ნუ გონიათ კიდე გეუბნებით ხატზე დაფიცებული შემიძლია გითხრა ეს ნუ გონიათ რომ თქვენ ამ ქვეყანას ისე გააკეთებთ როგორც თქვენ გინდათ არა როგორც მის წარსულს შეეფერება როგორც მის მომავალს სჭირდება როგორც ქართველი ხალხის მომავალს სჭირდება ქართულ ფანტასტიკურ კულტურას სჭირდება იმოქმედეთ ისე თუ კანონში შემოხვართ და გაითვალისწინებთ რასაც ჩვენ ვამბობთ და რა კი ვითომ გცემთ ხალხი პატივს შეთანხმებულ რეჟიმში მიიღეთ მონაწილეობა და თუ გაიმარჯვებთ ხალხს ამ სიტყვის ამომღები ვერავინ ვერ იქნება ჩვენ სწორედ ასეთი არჩევნები გვინდა მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ შევთანხმდებით რაც შემდეგ კანონიერება იქნება აღდგომილი აღდგენილი ამიტომ მე ძალიან კეთილი განწყობით იმიტომ რომ თქვენ არა მარტო თქვენ თავს უქმნით საფრთხეს ეპიცებით თქვენ თავს კი არა არ გავაგრძელებ მე ერთხელ თქვი და აღარ გავიმალ თქვენ სხვასაც უქმნით საფრთხეს თქვენ როგორ ჩანს კარგად არიცით ქართველების ნეშეულებ ამ ქვეყანას თქვენ არავინ გაგაყიდინებთ კიდე გეუბნები ყიდით მიადექით ამას იმ პაიკი ხელისუფლების მეშვეობით რა ქვია პრემიერ-მინისტრი პარლამენტი ცხები ესენ ხო პაიკებია თქვენს გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ ხო არ გააკეთოთ ეს არ გამოვა ეს უბრალოდ და უბედურება შეგი იქნება ყველაფერი გადაგდებული და თქვენად უნდა გაწყობდეთ საქართველოს უბედურებაში გადაგდება არანაირი ბერკეტი არ აგავთ არანაირი გავლენა თქვენ არ აგავთ რომ კრიზისიდან გამოიღოთ ქვეყანა კრიზისიდან გამოდიან კრიზისული სიტუაციების ძალიან ღრმა ცოდნით უალტერნატივო ნაბიჯებით რომელიც ემოციაზე პირად სიმპათია ანტიპათიებზე არ არის დამოკიდებული არამედ პრაგმატულად ცივსისხლიანად ცივი გონებით გადადგმული იმ აუცილებელი ნაბიჯებს რომელიც ამ საზიზღარ კრიზისს დაძლევს არადა კრიზისი ისეთია რომ საქართველოს ემუქრება სრული კატასტროფა არა მარტო დემოგრაფიული ჩვენ მალე ალბათ ამ კვირაში ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიაში ბატონ ივან ჩოლოყაშვილს მოვიყვანთ რომელიც
დემოგრაფიის სპეციალისტია და შეადარეთ ის მონაცემები, რომელიც ის ღრმად სწავლობს, რა კატასტროფული მდგომარეობაა და მოცნების ეგრეთ წოდებული დაქიმერრავებული შნირები ჩემს მიერ გამოცხადებულ ციფრებს რომ დასცინოდნენ 1,430,000 კაცი დავასახელე მე, როცა ხალხმა ვინც საქმის კურსია მოვიდა და მორიდებით მითხრა ჩვენ ვერ ვამბობ აბა მე როგორ ვიკადრებ იმას ასეთი რამე მოვიგონო. ბატონი ივანე ჩოლოყაშვილი რომელიც ამას სწავლობს წლები აკვირვებს ჩემს მონაცემებზე უარეს მონაცემებს იძლევა. მან აკადემიაშიც გააკეთა გამოსვლა და თქვენ ამას მოისმენთ და ეხლა მაინტერესებს როგორ შეუტევთ ფაქტებისთან მოჩხუბარი ადამიანი მე სერიოზული არ მგონია. ეხლა ეს რაც მთავარია ჩვენ 4 შაბათს გვექნება შეხვედრა გაერთიანებული ოფისიდან, ამიტომ მე არ გავაგრძელებ მე საშინაო მდგომარეობას, მე ვფიქრობ მთავარი გითხარით მომწერეთ ყველაფერი, დასვით ყველა კითხვა ღია, ყველა კითხვას უნდა უპასუხოთ, ყველა თქვენი ეჭვი, ყველა თქვენი კრიტიკული შენიშვნა მერწმუნეთ რომ ყველაფერი იქნება ძალიან ყურადღებით ნანახი და ყველაფერს ყურადღებით ვნახულობთ. თქვენ უგონიათ რომ რაიმეს უყურადღებოთ ტოვებ. ეხლა მე მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რომელსაც აშკარად გეოპოლიტიკური ცვლილება ქვია და მე ეს მიკარნახა დღევანდელი მხოლოდ ეს თემა არ მინდოდა, იმიტომ რომ ცნობილ გერმანულ ჟურნალში გამოქვეყნდა ჩინეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ერთი ცნობილი ექსპერტის ინტერვიუ და არ ხდება ასე ჯერჯერობით ჩინეთში სხვანაირი კულტურაა და როგორც დასავლეთშია ვისაც რა უნდა ის ამბობს, თუმცა ახლა ესეც აღარ არის უფრო საქართველოში. ხო, მან ახსნა ყველაფერი. რამდენიმე მომენტს შევეხები და ყურადღებით გაითვალისწინეთ. კორესპონდენტის შეკითხვაზე რაკის შეერთებული შტატები გადის, ევროპის მიმართ იცით, აუცილებლად გავა ნატოს მიმართ იცით, თუ ასე გაგრძელდა ჩინეთი დაიკავებს თუ არა მის ადგილს. ნახეთ რა საოცარ რაღაცას პასუხობს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვიყოთ ამერიკის შემცვლელი და არ ვისურვებდით რომ ახლო აღმოსავლეთიდან გავიდეს შეერთებული შტატები, რადგან ჩვენ არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს ჩავანაცვლოთ ისინი ახლო აღმოსავლეთში. გენიალური რაღაც თქვა კაცმა, იმიტომ რომ შეერთებული შტატები რომელიც მთელ მსოფლიოში განლაგებულია და თავის ინტერესებს ემსახურებოდა, არ იფიქროთ სხვა რამეს, იმდენად დიდ თანხებს ხარჯავდა ამაში, რომ ამის ჩანაცვლების სურვილი არავის არ აქვს. რატომ? ერთი უზარმაზარი ხარჯიანი საქმეა და მეორე შეიძლება მიღწეული იქნას შეთანხმება მრავალპოლარული, როგორც ჩინელები ფიქრობენ, მრავალპოლარული, სადაც დიდი იქნება თუ პატარა იქნება სახელმწიფო, ყველა თანაბრად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში. ამ აზროვნებამდე დაახლოებით 1,000,000 კილომეტრი უკლია საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებას. აი, ოფიციალურ სწორე ხელისუფლება არ არის. ესე იგი, ჩინელები ამბობენ, ჩვენ გვინდა მრავალპოლარული შეთანხმებაზე აგებული, ისე რომ არ იყოს ის, რომ მხოლოდ ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი იყოფს ძალაუფლებას. ეს ყოველთვის ასეთი დაყოფა არის დროებითი და არის აგრეთვე არასტაბილური, იმიტომ რომ ინტერესები სწრაფად შეიძლება იცვლებოდეს. ამიტომ იმ მექანიზმის შეცვლა და ახალი მექანიზმის შემოღება, როცა გადაწყვეტილებები მიიღება მრავალ ცენტრში შეთანხმებით, მათ შორის საკმაოდ სერიოზული ჩართულობით საშუალო და მცირე ქვეყნებისა, გაცილებით დიდი სტაბილურობის მაჩვენებელია.
მან ისაუბრა ისიც, რომ შეერთებული შტატებისგან ასე იოლად ვერ განთავისუფლდება ევროპა, იმიტომ რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება და ევროპელების პოლიტიკა ხო საერთოდ ანგრევს ევროპის მომავალს, ეს არის რაღაც გონება არეული, ხალხი შეხედეთ რა სასაცილოები არიან, ფონ დერ ლაიენი აიღეთ, ის კატასტროფა ერთუჯრედიანი კალასი აიღეთ, ვიღაც კუბილასი აიღეთ, ვიღაცები, თუგნებად საფრანგეთის პრეზიდენტი აიღეთ, თუგნებად გერმანიის კანცლერი აიღეთ, სრული ქაოსი და ამ დროს ისეთი დესტაბილიზაცია, როდესაც ცარიელი ვაკუუმი გაჩნდება მათ თუ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, არც რუსებს აწყობთ და არც ჩინელებს, იმიტომ რომ ჩინელები ნამდვილად სწორად ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ ამერიკის როლის შესრულება, იმიტომ რომ კოლოსალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რუსების დღეს ამ ამოცანის შესრულება, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს, არ შეუძლია, მას უბრალოდ საკუთარი ინტერესის ფარგლებში უნდა იყოს ანგარიშის გასაწევი ძალა, ისევე როგორც რეგიონალური სახელმწიფოდ ცნობილ აღიარებულ რეგიონალურ სახელმწიფოდ იყოს აღიარებული და მოეხსნეს სანქციები, ამისთვის იბრძვის ირანი. ის რაც არის დღეს შექმნილი, რაღაც ფორმით ტრანსფორმირდება. ამ ტრანსფორმაციის პროცესში უნდა ჩაჯდეს საქართველო. არიქა დღეს შემოვედი სახლში გადაცემისთვის და ხელისუფლების მეხოტბე ტელევიზიაში იმედი რომ ქვია, ლაპარაკი ამაზე, როგორ მიიწვიეს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ორ ბედნიერები იყვნენ, განსაკუთრებით ის საცოდავი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ არის და კიდე აცლევენ ამ ინტერვიუს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თქვენ თუ გონიათ, რომ შეერთებული შტატები რაც გადაჯგუფებასაც აკეთებს, ის გადაჯგუფებას აკეთებს ევროპიდან აბსოლუტურად ფუნქცია დაკარგული ტერიტორიული წარმონაქმნიდან სტრატეგიული თვალსაზრისით დისტანცირებას აკეთებს ნატოდან, მაგრამ არსად არ მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან პირიქით გადაჯგუფება ხდება იქ. არსად არ წავა და ნამდვილად არ დაუთმობს ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას და შუა აზიას მთლიანად რუსებს. ისინი ორივენი იქნებიან აქ, რაღაც ბალანსები მოიძებნება, მაგრამ მე ვხედავ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, აბსოლუტურად ემოცია არ გამაჩნია, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში კარგია, მე ვუსმენ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, ჩემი ასაკის კაცმა და ჩემი გამოცდილი კაცმა, მე ვხედავ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა სიტუაცია ქვეყანაში. გეფიცებით. თორე ადრე თუ გვიან, მაგათ მოუწევთ ჩვენთან დიალოგი, აუცილებლად მოუწევთ და თქვენ ნახავთ რა საცოდავი ხალხია ესენი. არც მიკვირს, მე პიროვნულად არ ვეხები მაგ ასაკში არ შეიძლება იყო პოლიტიკაში წამყვან ადგილებზე, მაგ ასაკში შენ წარმოდგენა არ აქვს რეალურ პოლიტიკაზე და ვერასდროს ვერ მიაღწევ იმას, რომ შენ მთელი სიღრმე სიგანით იცოდე რა ხდება პოლიტიკა კი არის ის, რაც არ ჩანს. პოლიტიკა ხდება იქ, სადაც არაფერი არ გამოდის გარეთ, თუ მიზანმიმართულად არ იქნა გამოშვებული. ამიტომ ჩემი საუბარი არ არის ემოციური საუბარი. ჩემი საუბარი არ არის პოლიტიკაში რაიმე თანამდებობის დაკავების მოსურნე ადამიანის საუბარი. ჩემი საუბარი არ არის პარლამენტში მოხვედრის სურველი ადამიანი. მე მაგ ნაგავში ნამყოფი ვარ, რასაც საქართველოს პარლამენტი ჰქვია. მე არ ვიყავი რიგითი პარლამენტარი და თქვენ აზრზე არ ახართ რა ხდება შიგნით. და ილუზიებში, ამიტომ კარგად მოусმინეთ ქართველთა დიდ გაერთიანებას. ჩვენ ლაპარაკობთ მინიმალურ რამეს, ახლა ღია ტექსტით გეტყვით,
ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ მინიმალურ რამეს, რომ საღი ქართველი დავაფიქროთ, მე ხო არა ვარ მარტო. დაწონოს ყველაფერი, რაც მე ვიცი, ის რომ ვილაპარაკო და ამით ვიღაცას გამოუთხარო ძირი, მე მაშინ შეიძლება პანიკა დავთესო. მე პანიკა კი არ მაინტერესებს, ამ კრიზისიდან გამოსვლა მინდა. ამიტომ არ იფიქროთ, მე რასაც ვლაპარაკობ, მხოლოდ ამ დონეზე ვარ ინფორმირებული. გაცილებით უარეს დონეზე ვარ. ფაქტიურად არ არის დონე, რომელზეც არ ვიყო ინფორმირებული, მაგრამ პოლიტიკაში მყოფი ადამიანის საქმე ეს არის შარლატანივით კი არ ებრძოლოს ვინმე. ჩვენ ვიბრძით ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის გამოსვლა კი შეიძლება საღი ხალხის ერთობით. დამერწმუნდეთ და თქვენ დარწმუნდით ამ სამ დისკუსიაში. არ არსებობს რაიმე სხვა ძალა, რომელიც პარტიებს უკავშირდება. გამორიცხულია. მაგ პარტიები, ვინც მიიღებს არჩევნებში, ღია ტექსტით გეუბნებით. ეხლა მთლად ქუთაისურად არ გეტყვით, მაგრამ მინიშნებით გაგიკეთებთ. ეს ოცნება აბსოლუტურად უვარგისი ყველაზე საშინელ სექსუალურ პოზაში დააყენებს თითოეულს და ძალიან ეპშტეინის ფაილებში რომ კადრებია დაახლოებით ისე გაჟიმავს ყველას ბოდიში. მაგრამ ეს ასე იქნება, ამიტომ გეუბნებით. თავს ნუ იტყუებთ. ამ წაქცეულმა და განადგურებულმა პარტიულმა სტრუქტურამ ამოწურა თავისი თავი. ჩვენ გადაწყობას როცა გავაკეთებთ, შეთანხმებას და ასე შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი მსოფლმხედველობის დონეზე ხელახლა ჩამოყალიბდება. შეიძლება ეს გარკვეული პარტიების სახეზე, მაგრამ ეს უნდა იყოს არა 333, შეუძლებელია. რა შეიძლება იყოს 333 მსოფლმხედველობა, ხო? არაფერი. არის ფუნდამენტალური რამდენიმე მიმართულება და მე ვფიქრობ შეთანხმებულ რეჟიმში ჩემთვის მისაღებია ლიბერალი, კონსერვატორი, ლეიბორისტი, თუ გნებავთ ანარქისტი და ასე შემდეგ, მაგრამ შეთანხმებულ რეჟიმში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეხლა თავი რო არ შეგაწყინოთ, მე დავასრულებ ეხლა. მე ვფიქრობ, რომ მე ახსენი, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისგებლობა, რომ ერთხელ მაინც არ დაუშვათ შეცდომა, თუ უზუსტება მოგვივა ჩვენ ბოდიშს მოვიხდით, როგორც გავაკეთე მე ეს დღე. მე ყველას მაგერ მოვიხადე, იმიტომ რომ კარგად ვიცი, როგორ განიცდიან ეს ძალიან კაი ხალხი, ყველაფერი იმას, რაც მოხდა, თქვენ ნუ გონიათ, ასე. ერთი განწყობით ვიყავით, სხვა განწყობით მოვიდა ხალხი, მაგრამ ეს სრულიად მოსალოდნელი იყო, ამიტომ ამ ერთხელ გვაპატიეთ, თუ რაიმე გადაცდომა მოგვივა, გვეყოფა იმის ძალა, რომ ბოდიში მოგიხადოთ. მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიმართვა გავაკეთე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. იმედი მაქვს, რომ ამ ჩანაწერს აჩვენებენ. მე ვიცი, მისი დამოკიდებულება ჩემდამი უაღრესად ოდესღაც. ყოველ შემთხვევაში 2013 წლის ივლისში, როცა თავის სახლში 12 კაცი მიგვიწვია იქ სერიოზულ საქმეზე, მაშინაც გამოხატა მან დამოკიდებულება და პირადად ჩემთან მე მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობას ვაფასებ და არანაირ პიროვნულად არასდროს არ შევხებივარ. ბატონო ბიძინა, დამუხრუჭეთ. ძალიან საშიშ ზონაში შევდივართ და ნუ ააფეთქებთ ქართველებს, იმიტომ რომ ეს ღმერთო დამიფარე, ეს არც ვინმეს დაშინების მცდელობა არ ღმერთო და თქვენ თუ ისტორიის წიაღებში ჩაიხედავთ, როცა ქართველი მიყავდათ ამ ქვეყნის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ის უმართავი იყო და არ გვინდა ეს უმართავი სიტუაციები, იმიტომ რომ ამას დიდი მსხვერპლი მოყვება და ამიტომ დაამოხრუჭეთ, ეს იქნება ძალიან სერიოზული, გონივრული გადაწყვეტილება და დანარჩენი უკვე შეთანხმების ამბავია. დიდი მადლობა ყველას. მადლობა რომ უყურებდით ამას. ჩვენი პასუხისგებლობა თქვენდამი და პირადად ჩემი პასუხისგებლობა თქვენდამი უსაზღვროა და მე
პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ შეუდრეკელნი ვიქნებით, უკან არ დავიხებთ ამ საქმეში და ამის სტიმულს გვაძლევს ჩვენ ფანტასტიკური ქართველი კაცები, მე ის მიგვირს ამდენი დამცირება შეურაცხყოფის შემდეგ, როგორ შენარჩუნდა ამხელა მასა ნამდვილი ვაჟკაცებისა, ნამდვილი სული ძლიერი ქართველებისა და ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ყოველგვარი მიყიდვმოყიდვის გარეშე ვიცით ამ ქვეყნის გვერდით ვიქნებით იმ დონეზე რა დონეზით მოქმედება და ცხოვრება იქნება საჭირო. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, თავს აღარ შეგაწყეთ.